200-ზე მეტი დაღუპული და ამდენივე დაშავებული ტერაქტს ერაყის დედაქალაქში მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოყვა. თავდასხმიდან 30 საათი გავიდა, მაგრამ მასშტაბები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ დაზარალებულებს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე თავდასხმა თურქეთისა და ბანგლადეშის შემდეგ, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ერაყის შიიტი მოქალაქეები ისლამური სახელმწიფოს მორიგი თავდასხმის სამიზნეები აღმოჩნდნენ. ბაღდადის ცენტრში განხორციელებული 2 აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. თანაღმულ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა მაღაზიებითა და სავაჭრო ცენტრებით დატვირთულ ხალხმრავალ უბანში რამადანის დასრულებამდე 1 კვირით ადრე ამოქმედდა. სწორედ იმ დროს, როდესაც მოქალაქეები წინა სადღესასწაულო მზადებაში იყვნენ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგებიც გამოიწვია. მოგვიანებით კი ქალაქის ჩრდილოეთით მეორე აფეთქების ხმაც გაისმა. ამდენი უდანაშაულო სიცოცხლე, არც კი ვიცი რა ვთქვა. ეს ტრაგედიაა, ეს არის ჩვენი დღესასწაული. ამას ვზეიმობთ, ხალხი ტანსაცმლის საყიდლად იყო მოსული. ახლა კი მათ ჩასასვენებელს ყიდულობთ. დაღუპულთა შორის 25 მცირეწლოვანი და 20 ქალია. მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად ერაყელი მოქალაქეები დედაქალაქში შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ტრაგედიის ადგილი მოინახულა ქვეყნის პრემიერმაც, თუმცა განრისხებულმა ჭირისუფლებმა მის კორტეჟს ქვები დაუშინეს, რის გამოც მას ტერიტორიის დატოვება მოუწია. დაღუპულთა უმეტესობა 20-დან 30 წლამდე უდანაშაულო ახალგაზრდაა. ხელისუფლება კი ზის და არაფერს აკეთებს. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ერაყში ბოლო წლების განმავლობაში. 2007 წელს განხორციელებულ ტერაქტს 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1500-ზე მეტი კი დაშავდა.